ჩვენი ქვეყანა. ესევე შემდეგ კვირას არის სულთმოფენობა. ეკლესიის დაბადების დღე ძალიან მნიშვნელოვანი დასწაული არის. ძალიან მნიშვნელოვანი დასწაული. ეკლესიის დაბადების დღე. მე ხშირად ვთქვი თქვენთვის. აი თქვენ ახლობლოს რო დაბადების დღე აქვს. თქვენ ძალიან გიყვართ. როცა იმ ადამიანის დაბადების დღეა. თქვენ ხო იმზადებით მისი დაბადების დღისთვის. ხო ფიქრობთ რომ მას საჩუქარი გაუკეთო და როგორ საჩუქარს უკეთებთ მას? თქვენ რომ მოგწონთ თუ მას რომ მოწონს? როგორ საჩუქარს უკეთებთ? მას რომ მოწონს ეგრე საჩუქარს უკეთებ. ანუ მას რაც ყველაზე მეტად გაახარებს, ისეთი საჩუქარი უნდა აჩუქო იმ ადამიანს, ვინც შენ ძალიან გიყვარს. იმიტომ რომ შეიძლება შენ რაც მოგწონს, იმას შეიძლება ეს საერთოდ არ მოწონდეს. ამიტომ შენ ის საჩუქარს უკეთებ იმას, რაც მას ძალიან მოწონს, რაც მას ძალიან გაუხარდება. ეკლესიას აგაუხარდება ყველაზე მეტად. აი ეკლესია ისთვის დაარსდა. ეკლესია დაარსდა ერთი რამის გამო, რომ თქვენ სოდები ჩამოგეშორებინათ და განწმენდილი ხართ და წმინდები გაყვარებათ. ანუ ყველაზე დიდი საჩუქარი თქვენგან ისთვის მიწვნილი იქნება ის, რომ თქვენ რაღაცა სოდას, ერთ სოდას აქვს, რომელიც ძალიან გიშლის მერთან ურთიერთობაში ხელს. რომ რაღაც ამბისთვის მოემზადები და ამ სოდას საჩუქრად დაჩუქებ ეკლესიას. და ითქვი რომ მე დღეიდან აი ამ სოდას არ ჩავიდე. მე შენ იმდენად ვიყვარხარ, ქრისტე, იმდენად ვიყვარს შენ ეკლესია, რომ მე შენ მინდა ამ კვირას ეს საჩუქარი გაგიკეთო. მე მინდა გაჩვენო. აი ეს სოდა, რომელიც მე ძალიან მაბინძურებს, რომელიც მე ძალიან მიშლის შენთან ურთიერთობაში.